გამარჯობა, თქვენ ყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს და ერთ-ერთი საინტერესო სიახლე უნდა შემოგთავაზოთ ახლა. პრინციპში გაზაფხული დადგა და ეს სიახლე წამოვიდა, ასე ვთქვათ, Excel-შიც, თუმცა რეალურად სიახლე უფრო დიდი ხანია, უბრალოდ ეხლა ვწერ ამის შესახებ ვიდეოს. პირადად მე გეტყვით, რომ ეს კონკრეტული თემა არც ისე მეტად მომხიბვლელი მეჩვენება. თუმცა რიგ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ტრენინგებზე დადიან, მოსწონთ ხოლმე ეს საკითხი, რაც რაღაცა ბოლო რამოდენიმე თვეა გამოჩნდა. გაგაცნობთ ახლა მას და თქვენ კომენტარით სახით დაგვიტოვეთ, თუ რამდენად მოგეწონათ ეს სიახლე Microsoft Excel-ში. როგორც იცით, აქტიური სივრცე ყოველთვის ჩანს ხოლმე მაშინ, როდესაც უშუალოდ უჯრაზე ვდგავართ და ამ უჯრას გარშემო აქვს რაღაცა პატარა ჩარჩოსავით, ხო, ოდნავ უფრო გამუქებული ჩარჩო. და თანამედროვე Excel-მა View menu-ში შემოგთავაზა ეს ტიპ ბრძანება, რომელსაც ქვია Focus Cell-ი. და როდესაც ამას დავაწვევით, დააკვირდით, ის მონიშნული უჯრა აქტიურია და ჩანს როგორც რაღაცა ჯვრის თანაკვეთა. არ ვიცი, პირადად მე არ მომწონს, როგორც გითხარით, იმიტომ რომ სამუშაო პროცესში ცოტა მღლის ხოლმე, თუმცა როგორც ასევე ვთქვი, რიგ მონაწილეებს ტრენინგისას მოსწონთ ეს ნაწილი. აქვე გეტყვით, რომ არის შესაძლებელი ფერის შეცვლაც, მაგალითად შეგიძლიათ მისცეთ სხვა ნებისმიერი ფერი და თავისთავად გამოიყენოთ უკვე სხვა კონკრეტული ფერის დახმარებით. გისურვებთ წარმატებას, თუ გამოიყენებთ ამ ფუნქციონალს, ველოდები არ დაგავიწყდეთ თქვენს კომენტარებს, ვიდეოს ბოლოს მოგეწონათ თუ არა ეს კონკრეტული ფუნქციონალი და იხმართ თუ არა მას. მომავალ შეხვედრამდე.